დილამშვიდობის მოგესალმებით ყველას. დღეს არის წითელი პარასკევი და მივდივარ ქარვასლაში, კარფურში, რომ ვიყიდო რაღაცები, კვერცხის აღებავი და ასევე პასკის მასალა უნდა ვიყიდო და ხვალ ვისვენებ სამსახურიდან და ამ საღამოს მოვზილავ ცომს და ხვალ გამოვაცხობ გემრიელ პასკებს. და რა ქვია, გაჩვენებთ რეები ვიყიდე. კარფურში მივდივარ, იმიტომ რომ დიდი მაღაზიაა და რავი, ყველაფერი არის ვაფშე და ჩამოწერილი მაქვს რეები მჭირდება და ბარემ ერთიანად ვიყიდი ყველაფერს. ეგრე აჯობებს. ესე იგი ორნაბიჯში შევედი, გამახსენდა რომ ყავა მინდოდა და გული შემიწუხდა, გამოვედი უკან. იმხელა რიგი იდგა ერთ სუცქნა ორნაბიჯის მაღაზიაში, კარფურში არისო მათხელა რიგი. ნახოთ ერთი რა ვიყიდე კარფურში, სპარში და ლიბრეში. ეს ჭურჭელი ვიყიდე, ცოტა დიდია, მეტი დიდი არ იყო. ხო და პასკა უნდა გავაკეთო ხვალ. ესე იგი ვერც ვერაფერი ვერ ვიყიდე წესივრად. კარფურში წავედი სპეციალურად, რომ ეს ძალიან დიდი მაღაზიაა და ჩამოწერილი მქონდა ტელეფონში რეები მჭირდებოდა და მეთქი ყველაფერს ერთად ვიყიდი კარფურში თქო. მარა ისეთი ფასები ქონდა ზოგ რაღაცებს, რომ გადავირი, გამოვედი ეგრევე. ისიც არ უნდა, იმის ყიდვაც არ მინდოდა, რაც იქ ვიყიდე რა. ეს ვიყიდე, გზაში გამახსენდა, რომ ყავა მინდოდა ნალექიანი და ორინაბიჯის მაღაზია იყო, ზუსტად რო გამახსენდა იქ და რო შევიჭყიდე ხალხო. ან ცუცქნა ორინაბიჯის მაღაზიაში ისეთი ამბავი იყო, გული შემიწუხდა და გამოვბრუნდი უკან. ხო და მერე აქვე პატარა ის არის, რა ქვია, რაღაცა მაღაზია, ჩვეულებრივი კერძო და 6.35 ყავა შეკვრის. ანუ დედა ჩემი 1-2 წლის წინანდელ ამბავს გეტყვით, რომ რავი, 6 ლარა დასაწონ ყავას რო იყიდი და მთელი ერთი თვე ყოფნიდა და ეს არის 5 გაკეთება. სპარში ვიყიდე ეს. სხვაგან ვერსად ვერ ვნახე, რა ვიცი. ოჯახურის ენდრო. ბევრი კვერცხის მოხარშვას არც ვაპირებ, ხა 10 ცალს 1 ცალიც კი ეყოფა. იმიტომ რომ მე სამსახურში ვარ, ჩემი ძმა სახლში არ იქნება და უბრალოდ ესე ერთი 10 ცალს 15 ცალს მოვხარშავ, შევღებავ. ხო, 1 ცალიც ეყოფოდა, მაგრამ 2 წამოვიღე. 2 და 29 ღირდა ეს თითო. ეს ამ სიგრძე კარფურის ჩეკი. ქიშმიში იყო 3 ლარის. ეს დილა კვერცხი 15 ცალიანი კვერცხი ვიყიდე. ექვსი ლარი ღირდა. აუ ძალიან იმაშო. დიდი და პატარა კვერცხი იყო აქციაში და რძის ნაწარმში რაც მინდოდა მაწონი, არაჟანი, რძე, საერთოდ არ მომეწონა მაგათი ფასები და რძის ნაწარმის მაცივარს რო გადავავლე თვალი, ეგრევე გამოვიქეცი კარფურიდან. იმიტომ რომ ჩემი მოცუცქნური სპარი მირჩევნია ყველაფერს. მე სადაც მუშაობ, ეხა მაგ სპარში შაქარიც ისეთ კარგ აქციაში გვაქვს, რძეც აქციაშია, მაწონი, არაჟანი, რავი, ყველაფერი იაფად. საფუარი არის, საფუარი ვიყიდე, ოღონდ 64 მე მგონი, ეს რომელია კაცო საფუარი. ეს იმაში ვიყიდე.
ეს საფუარი ჩვენ ენაზე დროჟი ლიბრეში ვიყიდე. რანაირი ჩეკია მე ვერ გავუგია ოჯახური საკონდიტრო. მოკლედ მიხაკი ილი დარიჩინი ეს ის პროდუქცია, რომელსაც ერთ გამოყენებაზე გამოიყენებ და მერე მთელი წელი არ გჭირდება და მომავალ წელს ახალს ყიდულობ, ამდენიც არ გჭირდება ერთ გამოყენებაზე. 2 ვანილი, საკონდიტრო მოსაყრელი ისინი. ეს არის საფუარი. საფუარი ეს არ მახსოვდა პატარაც თუ მქონდა ნაყიდი, თორე ან ერთს არ ვიყიდი, ან მეორეს. მაგრამ ამდენი საფუარი რაც მინდოდა არ ვიცი. ხო, სულ ეს იყო და თქვენ წარმოიდგინეთ დამიჯდა 26 და 60-ის იყო კარფური და ეს რა გითხარით, 2 და 30 გითხარით, მე მგონი თითო ესეც თითქმის 5 ლარი, ყავა 6 ლარი ვთქვათ და ესა საფუარი არ მახსოვს რა ღირდა ლიბრეში. არ ვიცი, მოკლედ ეხა სამსახურში გავრბივარ. ჯერ კიდე მქონდა დრო, მაგრამ დამირეკეს და გასასვლელი ვარ. ასე რომ საღამოს მიწევს ვერცხლის შეღებვა და მოხარშვა. და კიდე დამატებითი ინგრედიენტების ყიდვა პასკისთვის, თორე ეს ვაფშე არაფერი არაა. ეხა ყავას დავლევ და გავრბივარ სამსახურში. ტელეფონი მიჯდება. ცოტა ეგეც უნდა დავტენო. მე დილის 7-ზეც რომ მიწევს, შენ პედიგრი აღარ გაქვს? მოდი აქ. მისთვის ბატონო. პედიგრზე არ მყავდა მიჩვეული საერთოდ. ეს. მაგრამ ჩვენ რო რექსა ყავდა ძაღლი, მაგის პედიგრს უჭამდა ხოლმე. ხო და ეხა უყიდე კატის პედიგრი სპეციალური და კი მიირთმევს გემრიელად. კაი მწარე სუნიკი აქვს. მე რომ მიყვარს ისეთი. ხო და იმას ვამბობდი, რომ სულ რო დილის 7 საათზე მიწევდეს გაქცევა სამსახურში, მე ყავა თუ არ დავლიეს სახში, ისე საწავალ, სულ რომც მაგვიანდებოდეს. ესე
ხვალ რა კაია რომ ვისვენებ. თორე ესე ღამე რომ მუშაობ და დღე მაქვს თავისუფალი დრო, დღე მძინავს. დღესაც 12 საათზე გავიღვიძე. უпростоრედ დილას 8 საათზე 9:30-ზე გამეღვიძა, მაგრამ დამეზარა ადგომე. დღეს ქონდა გეგმაში, რომ დილას ადრე ავდგებოდი, მაღაზიაში გავვარდებოდი, კვერცხს ენდროს ვიყიდიდი და შევღებავდი კვერცხს. მაგრამ მაღაზიებში ისეთი ამბავია, რომ ვერც ვერაფერი ვერ ვიყიდე. ხო და მერე დამირეკეს სამსახურიდან და ცოტა ადრეც მიწევს გასვლა. ასე რომ ხვალ რადგანაც ვისვენებ, ყველაფერს გავაკეთებ ხვალ. უпростоრედ ამაღამ მოვზილავ პასკის ცომს და კარგად ამოსულს დილას დავაცხობ. ოღონდ ძალიან ნერვიულობ იმაზე და ძალიან მაინტერესებს როგორი გამოვა აეროგრილში. შავი წესით თუ მიკრო ხო აეროგრილში. წესით მშვენიერი გამოვა. დიდი პასკის ფორმებიც არ იყო კარფურში. ქაღალდის ფორმები მინდა დიდი, რომ თითო გამოვაცხო დიდი ზომისები. მაგრამ არ იყო დიდები. და ესე პატარები 3 ცალიც არ ჩაეტევა ამ აეროგრილში. და ჩემი მეუბნება ხოლმე ყოველთვის აღდგომასაც ახალ წელს, რა თქინდა რომ წვალობ, რო აცხობ, იყიდე 1 ცალი შეჭამე. მართალია სხვათა შორის იმ ფასად რა ფასაც გაკეთებას ანდომებ, იყიდი რა პასკას და შეჭამ. მაგრამ მე თვითონ პროცესი მიყვარს, გამოცხობა და მომზადება. ეხა თან რაღაც სხვა გეგმებზეც ვფიქრობ რა. კულინარიის მხრივ მინდა უფრო სამომავლო სფერო შევიქმნა, თორე ეს ფსიქოლოგია კი ძალიან კარგია, მაგრამ აი ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიის განხრით უნივერსიტეტში 4 წელის სიარული დიდს არაფერს მომიტანს რა, გარდა ფულის ხარჯვისა. ხო და ეხლა დავეძებ თბილისში კაი კოლეჯებს. კოლეჯი უფასოც არის, ანუ თვითონ მზადებაც გიწევს კერძების შეფასება, კულინარებისგან შეჯიბრებები რაღაცა, ეგეთი რაღაცეები და თან კიდე რამოდენიმე თვის მერე საქმდები კიდეც რა, ანუ კოლეჯს შეუძლია რომ დაგასაქმოს სამზარეულოში. და შეისაყვარელი პროფესიით იმუშავებ მერე. ხო და ვფიქრობ, რომ ეგრე ჯობია რა. 2750 ლარის გადახდა ამ უნივერსიტეტში მე დიდად არ მიღირს. გადავიხადე უკვე საკმარისი და შესაძლებელია არ ვიცი რა. ჯერ რამე კაი კოლეჯი ვნახო და მერე შეიძლება აკადემიური ავიღო. წავედი ხა ტელეფონი მიჯდება, ცოტას დავტენი და უნდა გავიქცე სამსახურში. ახლა გაჩვენებთ რა ვიყიდეს პარში 25 ლარად
და ესა რა ქვია თან ხვალ ვისვენებ და ამაღამ უნდა მოვზილო პიცის ცომი. კვერცხი მართალია დღეს წითელი პარასკევია და დღეს უნდა შეღებილიყო, მაგრამ სამსახურის გამო ვერ მოვახერხე დღეს შეღება. თან ძველებმა იციან თქმა, რომ ესაო რა ქვია მზის ჩასვლამდე უნდა შეიღებოსო კვერცხიო, მაგრამ რა ვქნა, როცა მუშაობ ესეა. მაგრამ მიხარია, რომ ხვალ ვისვენებ. და დღეს უნდა მოვზილო ცომი, რომ დილას კარგად ამოსული დამხვდეს. ეს რძე ვიყიდე, აქციაში იყო. ეს 1 ლიტრა. შოკოლადი ვიყიდე მილკა, ესეც აქციაში იყო, კაი აქციაში იყო. ოღონდ თეთრი რომ მინდოდა, სულ დამავიწყდა. პასკის მოსართავად მინდოდა თეთრი. მაგრამ მიყიდია შავი. მაწონი ვიყიდე 2 ცალი. სოფლის ნობათის რა ამბები იყო იმაზე რა ქვია რძის ნაწარმზე ატეხილი სოფლის ნობათზე და სანტეზე ყველაფერი აქციით ვიყიდე მაწონიც აქციაში იყო შაქარი კარგ აქციაში იყო 2 ლარი ღირს 4 და რაღაცის ნაცვლად 4 და 75-ის ნაცვლად ეს 2 ცალი ესენი ვიყიდე ჩემს ბარში იმიტომ რომ ჩემი სპარი არის პატარა და დამახსოვრებული მაქვს ადრა ალაგია, კარგად ვიცი ფასები, ყველაფერი კარგად ვიცი. და იქ ვიყიდე მერჩივნა ესე გამეკეთებინა. არაჟანი ვიყიდე. ეს სოფლის ნობათი. ესეც აქციაში იყო და ფქვილი ვიყიდე სუპრემო აქციაში. ხო და ეს ყველაფერი დამიჯდა 25 ლარი. და ის რა ქვია აი მაში კარფურში მინდოდა პასკის მასალის ყიდვა, იმიტომ რომ ყველაფერი არის ვაფშე ერთ დიდ მაღაზიაში, მაგრამ ისეთი ფასები იყო, რომ გადავიფიქრე რა, ყველაფრის ყიდვა. მეთქი კიდე ჩემი სპარი მირჩევნია თქო, სპარზეც კი ამბობენ ძვირიანი მაღაზიაო, მაგრამ კაი ფასდაკლებებია რა. ხო, ესა რა ქვია, თან ტელეფონი მიჯდება. თან დაწყება მინდა უკვე მისი პასკის ცომის მოზელვის, იმიტომ რომ გვიანია უკვე პირველის ნახევარია. ხო და ესა გადაღება მინდა, მაგრამ ტელეფონი რომ მიჯდება, ეგ არის პრობლემა. ანუ მიკროფონი რო არ შევაერთო, იქვე შევაერთებდი, დავაყენებდი შტატივზე, მაგრამ მიკროფონი თუ არ შევაერთე, ისე ვერაფერს ვერ გაიგებთ, ვერ მოისმენთ და ამიტომ მირჩევნია რომ დაველოდო იმას ტელეფონის დატენვას და მერე დავიწყო პასკის მზადება. ეხლა ნახეთ მე ხომ აქვს ძალიან რთული დატვირთული გრაფიკი, ეხლა სამსახურის გამო რამე პასკება, ხო? მაგრამ უბრალოდ მიყვარს რა მომზადების პროცესი. ეხლა დედაჩემი რო უყურებდეს ამ ვიდეოს მეტყოდა რომ ესაო რა ქვია, რო ნახავს ამ ვიდეოს რა გეპასკებოდაო ერთი გეყიდა და გეჭამაო მეტყოდა რა. იმიტომ რომ მაინც ესე ვთქვათ მომზადებაც ძვირიჯდება რა. თან ეხა ისეთ პირობებში ვარ, მე ნაქირავებ ბინაში ვარ, არც ღუმელი არა მაქვს, არც მიქსერი არა მაქვს, ვარ ჩანგლის და აეროგრილის იმედზე. ხო და იმედი მაქვს რომ გამომივა გემრიელი პასკა. და იმედი მაქვს რომ აეროგრილიც კარგად გამოაცხობს, კარგად გაუმკლავდება ამ საქმეს. მაგრამ აი რავი რა მიყვარს თვითონ მზადების პროცესი, მიყვარს სამზარეულო და ახლა პასკა მე რო არ მომემზადებია, ყიდვას რა აზრი ქონდა რა. ეს ვიყიდე გზაში. ამ სპარში. 2 ცალი სუპი ვიყიდე ესეთი. მეორე გავამზადე რომ უცებ შევჭამო. პორტოხალი ვიყიდე და არ მოუწია ძვირი, ლარი და 10 მოუწია. კილოს ფასი ყოფილა 4 და 20, ვაფშე არა ძვირი. პორტოხალი ვიყიდე იმისთვის რა, პასკისთვის ასევე. ან ლიმონით უნდა მექნა, ან პორტოხლით ცედრა ხომ ჭირდება, ხო და ლიმონს პორტოხალი ვარჩიე. მაგრამ გამახსენდა რომ სახეხიც არ მაქვს მეგობრებო. რომ ამისგან ცედრა გამოვიყვანო და სათლელი როა, მაგით რაც შეიძლება წვრილად თხლად უნდა დავთალო და ისე გამოვიყენო ცედრა. თუ არა და ცედრას ვაფშე არ გამოვიყენებ, წვენს გამოვიყენებ მარტო. და პური ვიყიდე ეს.
მაგალითად. ესე აღდგომას სახში მაინც არა ვარ და სხვა მეც არაფერს არ გავაკეთებ, სტუმრები მე არ მომიდის, კვირა ორშაბათი მე ვმუშაობ, დილიდან საღამომდე ვაფშე, იმიტომ რომ აღდგომის პერიოდია და რა ვქნა, როცა მუშაობ და მით უმეტეს როცა ადმინისტრატორი ხარ, ეგრე გიწევს რა, ეხლა მოლარე კონსულტანტი რო ყოფილიყავი კიდევ, შეუთანხმდებოდით ეხა ერთმანეთს და უფრო დასვენების შანსი მექნებოდა რა, უფრო ერთი დღით მაინც დავისვენებდი ან კვირას, ან ორშაბათს და ეხლა შაბათს და სამშაბათს ვისვენებ და ჩემი ძმაც სახში არ იქნება და სხვას არაფერს არ გავაკეთებ. ეხლა ვენეგრეტი და აწეწილი როცა მომინდება ისედაც გავაკეთებ, 1-5 დღის წინ გავაკეთე და გემრიელადაც ვჭამე. ხო და რავი, მაინც გაფუჭდება, არავინ არა მჭამელი, მე სახში არ ვიქნები, ჩემი ძმა სახში არ იქნება და სხვა მეც არაფერს არ გავაკეთებ. გავიქეცი ახლა ტელეფონი დავტენო, სისხლი გამიშრო ამ ტელეფონმა, ძალიან მალე ჯდება და ძალიან ნელა იტენება. ხო და ნუ არა უშავს რა. იმაში ვიყავი რამოდენიმე დღის წინ ტელეფონების მაღაზიაში, ზუმერია მაგი ხო, ზუმერში. ისეთი კაი ტელეფონებია, ისეთ კარგ ფასად. მე ახლა ხვალაც რომ მივიდე, განმადებას მომცემენ. იმიტომ რომ უკვე 6 თვეა ისა მაქვს რა, სახელფასო მაქვს, ხელფასი რომერიცხება, განმადებას მომცემენ და მიმტკიცებენ. 3 თვეზე მე მგონი ამტკიცებენ, მაგრამ მე რო განმადებებს და სესხებს და ეგეთ რაღაცებს ვერ იდები, ისე არ ვიცი, არ მინდა რა. დამატებითი ხარჯის თავი ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაქვს. ეხლა ეს ტელეფონი, რავი, ჩემი საქმისთვის მყოფნის და კლაც ისიც არ არის, რა ქვია, კატასტროფა რაღაცა და ეხლა ბინის ქირაში ისედაც ძალიან ბევრს ვიხდი, 600 ლარი ჩემთვის ძალიან ბევრია. ამ პირობებისთვისაც ვფიქრობ, რომ ბევრია 600 ლარი, ხო და ამ 600 ლარს რო კიდე სესხი დავამატო, არ მინდა. ასე რომ ცოტა ხნით მოვერიდები სესხებს და ეგეთ რაღაცებს, განმადებებს უფრო სწორედ. წავედი ხა დავტენო ტელეფონი და შევუდგები მერე მზადებას. იმედი მაქვს, რომ გემრიელი გამოვა.